ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს საჯარაში მოქმედი სამი პოლიტიკური გაერთიანება ძლიერი საქართველო გახარია საქართველოსთვის და ნაციონალური მოძრაობა. ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, დაკავებული ჟურნალისტის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოახდინონ უფრო ეფექტური რეაგირება, რადგან ამ შემთხვევაში საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს. მე შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი მე-17 დღეა საპატიმროში შიმშილობს. აჭარაში მოქმედი პარტიები სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს მზია ამაღლობელს. გაზეთ ბათუმელებსა და ნეტგაზეთის გუნდს გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენ არ მივატოვებთ და ვიბრძოლებთ მათი თავისუფლებისათვის ბოლომდე. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და გაიწიოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. მოუწოდეთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ და საერთაშორისო მედია ორგანიზაციებს. მიეცეს სათანადო შეფასება და განხორციელდეს რეაგირება. არალეგიტიმური სტრუქტურები, რა თქმა უნდა, ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ერთადერთი გადაწყვეტილება, ვისაც შეუძლია მიიღოს, ეს არის ივანიშვილი. მასზე ზეწოლა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ევროპარლამენტარებს, ამერიკის საელჩოს, ევროპული ქვეყნების საელჩოებს და ევროკომისიას, რათა დროულად იქნას მზია ამაღლობელი გათავისუფლებული პატიმრობიდან და ყველა პოლიტპატიმარი, თუმცა მზიას შემთხვევაში ის შიმშილობს და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშა. ჩვენ მიმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობრებს, აუცილებლად ჩაერთონ ამ საკითხში, რასაც ქვია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეს დღევანდელი ხელისუფლება გასულია კანონგარეთ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი